ეგ უნიკალური ქვეყანა ვართ ამ კუთხითაც ხალხო მერი ფეხბურთელი დედაქალაქის პრეზიდენტი ქვეყნის ფეხბურთელი პარლამენტში სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი ფეხბურთელი კობიაშვილი რომელსაც 300 მილიონი მიაქვს სახში ნაცვლად მასობრივი სპორტის განვითარებისა და ითვისებს ამ თანხას განათლების რეფორმის გამტარებელი ჩლუნგი პეტრიაშვილი რომელსაც თხადაგეგო არ წაუკითხია იქ მეცნიერების და ტექნოლოგიების საკითხებზე პასუხისმგებელი ის ხელკუნთა ხისტავა ტალახაძე რომელმაც მთელი არაგვის ხეობა აითვისა და მთელი ინერტული მასალის მილიონები შედის მის ჯიბეში იქ თავარი ერთ-ერთი სახე ქართული მართველი რეჟიმის ის თხასავით წვერი რო აქვს კალათბურთელი როგორია სანიკიძე და რომელი ერთი ჩამოვთვალო ხედავთ ჩემო მეგობრებო რა უბედურება გჭირს სანამ არ გავგვით არ გავხვეტავთ ბიზნეს ოლიგარქებს პოლიტიკიდან და არ მივაყოლებთ აი დესერტივით აი ამ პროფესიონალ ვითომ სპორტსმენებს არაფერი გვეშოლება უკვე აღარ მიხარია ამათი ჩემპიონობა ვიცი რომ მე ჩვენ შვილებს ჩვენს მომავალს გაამრუდებენ და წაართმევენ ლუკმაპურს ამიტომ ეს თანხები რომელიც გამოიყოფა აი მაფიოზა სპორტულ ფედერაციებზე აი ამ მაფიოზა გაპოლიტიკოსებულ სპორტსმენებზე ეს არის მილიარდამდე 500 მილიონი მარტო ფედერაციებზია 300 მილიონს ახლა მარტო კობიაშვილო წაიღებს ხო წარმოგიდგენიათ ეს თანხები უნდა წავიდეს შემოძვირფასო მეგობრებო მასობრივი სპორტის განვითარებაზე რომ სპორტული წრეები იყოს უფასო რომ ყველა სკოლას კონდეს საცურაო აუზი ბავშვებმა ისწავლონ სურვა ყველაზე მაღალი პროცენტი გვაქვს ჩვენ ზაფხულში ბავშვების სიკვდილის დახრჩობის დინარეებზე იმიტომ რომ ევროპაში სავალდებულო სერტიფიკატი სურვა უნდა იცოდნენ ბავშვებმა სად არის აქ საშუალება ამის ფასიღის ნებისმიერი წრე ყველა უბანს უნდა ყავდეს სპორტული ორგანიზატორი რომ ეს სპორტი გახდეს ჯანსაღი თაობის აღზრდის საფუძველი და ეს ფული უნდა წავიდეს კიდევ უფასო კვებაში სკოლებში რომ თუ არ გამოიკვება ბავშვი და მინერალები არ მიიღო იმ წუთში ის ვერაფერს ვერ აითვისებს და გაეროს დასკვნის თანახმად ის აშკარად წერია რომ ათვისების უნარი ქართულ ბავშვებს ძალიან დაბალ დონეზე აქვს თურმე ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია აი ეს მდგომარეობად ახლა გუშინ გაემგზავრა ეს ფეხბურთელი პრეზიდენტი ივანიშვილის კისერზე იყოს ამის სოდვა რომ პრეზიდენტად დანიშნა გაემგზავრა ასტანაში სოფლიო ეკოლოგიურ ფორუმზე სადაც უნდა გამოვიდეს მეცნიერულად დასაბუთებული და მაშინაარსიანი სიტყვით და მე უკვე წინასწარ მცხვენია თქვენთან ერთად აი ამ ჩლუნგს რო შეხედავს ვირეშმაკა შუა აზიის ელიტა რომლებიც ძალიან მაგრები არიან და ასე მოხერხებულები და ცნობილი აღმოსავლური დიპლომატია რა სიტყვიან ჩვენზე ხო იტყვიან რომ ეთყობა მთელი ერიც აი ამ დონეზეა რომ აი ესეთები ყავთ გამოსაჩენ ფიგურება